გამარჯობა, უყურებთ ქრონიკას 11 საათზე, მე ქეთილაცა ბიძე ვარ. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს, დაფინანსებული აგენტია. ყველა მისი ამოსუნთქვა არის რუსული, ყველა მისი ნაბიჯი არის რუსული, ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი მმართველობის ფორმა და შემდეგ არის რუსული, ყველაფერი არის მისი რუსული. ნაცმოძრაობის მომთაბარე შაპიტოსეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო. ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია. ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს, ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მიღების შეჩერებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. მათი განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ყალბი ნარატივის ტირაჟირებისთვის ჯო ვილსონისთვის გადახდილი თანხა განწირული აღმოჩნდა. ცნობისთვის ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის შეჩერების მიზეზი 3 სენატორია, რომლებიც დოკუმენტის მიღებას ბლოკავენ. 3 სენატორი რესპუბლიკელია. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდება. რაჟდენ კუპრაშვილი ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დღეს ჩვენ შეხვედრას მართავთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საუბარი გვექნება იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც 1 სექტემბრიდან შევა ახალი რეგულაციები. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის პირობებში, დეცენტრალიზაციის პირობებში ანტიკორუფციული პოლიტიკა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად ჩართული იყოს თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნულ რეფორმებში. მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა შევძინოთ იმ რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასე რომ დღევანდელი შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, იმ რეგულაციებს, რომელიც არის სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად ამ სამუშაო პროცესში ჩვენ მაქსიმალური ჩართულობით უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით თვითმმართველობის წარმომადგენლებს. როცა ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე საუბრობთ, მთავარი აქცენტი გუშინაც როგორც გუშინ, ასევე დღეს გამახვილდება იმ ცვლილებებზე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედება. კიდევ ერთხელ გითხარით, რა არის სიახლე ამ კანონმდებლობით, რა უნდა იცოდეს საზოგადოება? ამ ცვლილებებით საჯარო სექტორში და მათ შორის თვითმმართველობებში გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება, რაც ყველაზე მთავარია, ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის ფაქტები აღმოიფრება. საერთოდ აიკრძალება რომელიმე ფავორიტული თანამდებობის პირმა იმუშაოს რამოდენიმე საჯარო სექტორში. შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭირვალობისთვის, ისე ანგარიშვალდებულებისთვის. შესაბამისად ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა ესე ვთქვათ დააწესა. ბატონო რაჟდენ, ერთს დავაზუსტებ ცვლილებები. უსმენდით რაჟდენ კუპრაშვილს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გადაცემა იმედი ლაივში კომისიის მუშაობა შეაფასა. თეა წულუკიანმა ილაპარაკა საგამოძიებო კომისიის მიერ განხილულ საკითხებზე. მისი განცხადებით, საბოლოო დასკვნაში აისახება ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის სხვადასხვა უწყებას გადაეგზავნება. ახალი ის იქნება, რომ ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ეს დღემდე არსად არ ყოფილა. 9-წლიანი პერიოდი არ არის მოწყვეტილი წინარე პერიოდისგან და ეს 9-წლიანი პერიოდი არ არის მოწყვეტილი დღევანდელობისგან. აი ამ ჯაჭვს და განგრძობადობას ეს დასკვნა აჩვენებს. ვაპირებ, რომ ეს დასკვნა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნო, იმიტომ რომ ეს არის მისი მმართველობის ანატომია. ეს არის იმ ბოროტებების ნუსხა, ფაქტებზე დაფუძნებით და არა იმის და მიხედვით მე რას ვფიქრობ. ის ბევრი სიცრუე, რაც მან აკადრა საზოგადოებას, თავი წარმოარჩინა ერის მამად და სახელმწიფოს დამფუძნებლად, გარეძალების
დახმარებითა და დაფინანსებით და ეს იმ ფურცლებზე, რომელიც ვარდების რევოლუციას ეხება, ძალიან ნათლად იქნება წარმოჩენილი ფაქტებზე დაფუძნებით, რომ ძალიან ბევრი ხნით ადრე მზადდებოდა მისი საქართველოს თავზე დასმა და იმედი მაქვს, რომ ის ამ დასკვნას თუნდაც ცალითვალით გაეცნობა. თეა წულუკიანმა გადაცემა იმედი ლაივში სარჩელზეც ისაუბრა, რომელიც მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა. საქმე ეხება ცილის წამების მუხტს და მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას. ჩვენ აღარ გვაქვს სურვილი ეს უსინდისობა ვითმინოთ. მე წარვადგინე დოკუმენტი, რომ 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 არის ცოცხალი, ერთი იდენტიფიცირება ვერ ხდება, ანუ ასეთი გვარის სახელის და ვამის სახელის მქონე ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ მან უნდა მოიტანოს მტკიცებულება, საიდან გამოიგონა ასეთი ადამიანი და ხომ არ მანიპულირებს. ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს, როდესაც მამაჩემი უკვე პენსიაზეა და ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი თუ ორი, ყოველ შემთხვევაში დოკუმენტი მე წარვადგინე, მას მერე რაც მამაჩემი გარდაიცვალა. ის პოსტი, რომელიც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, ქვევით კომენტარებში ძალიან ბევრი ჩემდა სამწუხაროდ ადამიანი გადაწყვიტა ჩემ შვილსაც, მერი კაკულიასაც, რომელმაც ვისრა დაუშავა ჯერ არავინ არ იცის. და ესეც უნდა ახსნას მოპასუხემ, რატომ არ წაშალა ის კომენტარები, რომლებიც არასრულწლოვანს ეხებოდა. პირიქით, აჯირით, ასე ვთქვათ, 8 წლის ბავშვზე დამქაშები, ვინც ყავს მომხრეებად და ეს ასე ვერ გაგრძელდება. აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოსახლების პროცესი დასრულებულია. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმე უწყებაში 2024 წლის 11 ივნისს შევიდა და 1 წლის განმავლობაში ინდივიდუალურად განსაზღვრეს კორპუსში მყოფი ყველა მოქალაქის სოციალური სტატუსი და საჭიროებები. უწყების ცნობით, დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან დახმარების შეთავაზება მიიღეს. გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან ორჯერ გადაიდო, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მოსარიგებლად და საქმის ნებაყოფლობით დასასრულებლად. აღსრულების ბიუროს ცნობით, კრედიტორმა მისამართზე მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დათანხმდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შენობა ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებულია 17 ადამიანი. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს კახი კალაძის თქმით, კერძო ტერიტორიაზე მდებარე ავარიულ შენობაში 200 ადამიანი იყო შეჭრილი, მათ შორის დევნილებიც. მერმა ისაუბრა ოპოზიციური მედიების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებზეც. მე მინდა ხა გაჩვენოთ უბრალოდ ოქმები, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარები, მათივე ხელმოწერებით. ასევე სრულად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს მერიამ მხოლოდ 3 თვით შესთავაზა ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფა. ნახოთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მე წარმოგიდგენ კონკრეტულ დოკუმენტებს, კონკრეტულ საბუთებს, სადაც საზოგადოება ნახავს, რომ ადამიანები ფლობენ სხვადასხვა მიწის ფართებს, საცხოვრებლებს რეგიონებში. ასევე დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდომო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაური. ასევე ეს ადამიანი ფლობს არც მეტი არც ნაკლები 5 ავტომობილს და 1 სკუტერს. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში და ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში
სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალ დამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ გუმაში ქართულ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები საზაფხულო ბანაკში მონაწილეობენ. გივი მიქანაძემ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა ბანაკის განხორციელებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ბანაკის წარმატებით ჩატარება სწორედ მათი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბანაკი ტარდება გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში და მასში 90 სტუდენტი მონაწილეობს. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ესეთი ბანაკები და ასეთი ფორუმები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავიცანით, ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ ამ 2 დღის განმავლობაში. Right now we are in the camp. ახლა ვიმყოფებით ახალგაზრდულ ბანაკში. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა მონაწილეობის მიღების საშუალება. როგორც სამხრეთ კავკასიელი ახალგაზრდისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები, რომლებიც რეგიონის სტუდენტებს ერთმანეთთან გვაახლოვებს. აქ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები, გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია, ერთად ვისწავლოთ და შევიცნოთ ერთმანეთის კულტურა, მათ შორის გავეცნოთ ეროვნულ ფოლკლორსა და ცეკვებს. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ქართველ და აზერბაიჯანის სტუდენტებს შორის ყალიბდება მეგობრული ურთიერთობები. ერთმანეთს უზიარებთ ჩვენი ქვეყნების ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. ჩვენი ქვეყნები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მეგობრული ურთიერთობებით. ჩვენ ახალგაზრდები ვართ ჩვენი ქვეყნის ხარუმდებელი დღე და მომავალი და ეს ბანაკი, მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში სამედიცინო ცენტრის მედიკოსებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო პერსონალთან სერვისების განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ დევნილთა სამედიცინო კლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დევნილთა პოლიკლინიკების მხარდაჭერა, მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შევხვდით მედიკოსებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული გარემო, გავეცანით არსებულ პრობლემებს და სამომავლოდ ვეცდებით, რომ ყველა გამოწვევა გადავჭრათ ღირსეულად და მათ შეუქმნათ ღირსეული პირობები. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი კარგად იცნობს ჩვენს პრობლემატიკას და გამოწვევებს, რომელიც დგას ჩვენი დაწესებულების წინაშე. ისაუბრა თანამშრომლებს, გაეცნო მათ პრობლემატიკას და იმედს ვიტოვებთ, რომ ის დაპირებები, რომელიც აფხაზეთის მთავრობას ჰქონდა და ჩვენი მოლოდინები გამართება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ივლისში ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის მიზნით სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდრის ნიმუშებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში. სააგენტოს ზედამხედველობით აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სეზონური ხილის, ბაღჩეულის და ბოსტნეული კულტურების ლაბორატორიულ კვლევას. ივლისის თვეში სააგენტოს ინსპექტორების მიერ 84 ნიმუში იქნა აღებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული ნიმუშები გამოკვლეული იქნა ნიტრატებზე, პესტიციდებზე და რადიონუკლიდებზე აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 4 შემთხვევაში, რასთან მიმართებაშიც სააგენტომ ზედამხედველობის ფარგლებში მოახდინა აღნიშნული სურსათის ბარდან ამოღება გამოთხოვის პროცედურები. უცხოეთის სიახლეებს გაგაცნობთ სტარლინკის სისტემა უკრაინაში რამდენიმე საათით გათიშული იყო, რის გამოც უკრაინის შეერაღებულ ძალებს ფრონტზე პრობლემები შეექმნა. როგორც კომპანიაში განმარტეს, შეფერხება შიდა ქსელში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა, რომლის თქმითაც სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ანტიკორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა. მის თქმით, დოკუმენტი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ორივე უწყებაში უკვე დაადასტურეს, რომ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი მათ დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევს. 2 დღის წინ პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სკანდალურ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურატურას დაუქვემდებარა. გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მე გადავეცი უმაღლეს რადას განსახილველად ახალი კანონპროექტი. ეს არის ის, რისი პირობაც დავდე. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოებისა და ანტიკორუფციული სტრუქტურებისთვის სამართლიანობას. ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი. საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით ისრაელში მწვავე რეაქცია მოყვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მაკრონის გადაწყვეტილებას ტერორის დაჯილდოება უწოდა. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გააკეთებს განცხადებას. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიოს თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და არა რეგიონში მშვიდობის დამყარებას. ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში სილის გაწვნა. პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მხარს უჭერს კანადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოტავა პროცესში აქტიურად იქნება ჩართული. ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან საკუთარი წარმომადგენლები გაიწვია. ვიტკოფმა აღნიშნა, რომ ჰამას შეთანხმების მიღწევა არ სურს, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა საკუთარი მომლაპარაკებლების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. მორი გრაუნდზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა. ასეთი იყო ქრონიკა 11-ზე, ერთმანეთს შევხვდებით 14 საათზე. დროებით გემშვიდობებით.